მოგესალმებით საღამო მშვიდობის პატრიცემულო ტელემაყურებლებო. ეთერშია ჩვენი გადაცემა ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა. მე გახლავართ თემურ შენგელია და ჩვენ დღესაც ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობისათვის პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სახიფათო არის იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნება. მე წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს, ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ქალბატონი რუსუდან სიმონიძე, საღამო მშვიდობის, მოგესალმებით ქალბატონი რუსუდან. ქალბატონი რუსუდანი გახლავთ გარემოს დაცვის სპეციალისტი და დღევანდელი გადაცემა მთლიანად გვინდა მიუძღვნათ იმ პრობლემებს, რომლებიც არის გარემოში, რომლებიც მოქმედებს ჩვენზე, ჩვენს ფსიქიკაზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე და მინდა ვისაუბროთ შეძლების დაგვარად იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევძლოთ ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნება. ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დღევანდელი ადამიანი უმრავლეს შემთხვევაში ვერ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ჩვენ არა ვართ მარტო ჩვენ. აი ის გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ თვალსაზრისით, რომ ისიც ჩვენი ნაწილია. ან უფრო სწორად რო ვთქვათ, ჩვენ იმ გარემოს ნაწილი ვართ, რომელ გარემოშიც ვცხოვრობთ და ვარსებობთ, ხო? ქალბატონ რუსუდან, ეს ყველაზე რა თქმა უნდა ჩვენ იმ გარემოს ნაწილი ვართ. და აი რაღაც ადამიანებს გონიათ, რომ ისინი გარემოს ბრძანებლები არიან. ხო, სამწუხარო რეალობა ესეთია. თუმცა თუ გავიხსენებთ ჩვენი ბავშვობის პერიოდს, მოხუცებული ადამიანები, მე მახსოვს ჩემი ბავშვობის პერიოდში, აი ბებიებს, ბაბუებს როგორი კავშირი და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ, ცას შეხედავდნენ და იმის მიხედვით ასე ვთქვათ გეგმავდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, იმ დღეს როგორ უნდა გაეკეთებინათ. მე არ დამავიწყდება ერთი ბებია იყო, ოლია ბებია, რომელიც ჩვენთან ეზოში ხონში შემოდიოდა ხოლმე და ბალახებს კრებდა. და ერთხელ იმაშვებოდა, რა ქვია, ჭინჭარი უნდოდა და მე დავყვებოდი და მივიდა ერთ ჭინჭართან და არა ეს დღეს არა, ეს ხვალ უნდა მოვკრიფო. აი ესეთი მომენტები ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან როგორ გითხრათ სიცოცხლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ მას იმ ბალახისგან შემდეგ უნდა გაეკეთებინა ალბათ წამალი, უნდა იმას ექნა, რა ქვია, გაეკეთებინა, ან საკვები უნდა გაეკეთებინა და ის გრძნობდა და ის ხედავდა, იცოდა როდის შეიძლებოდა და რა დანიშნულება იმ დანიშნულებისათვის, რომელიც რისთვისაც ის სჭირდებოდა, როდის უნდა მოეკრიფა. რა თქმა უნდა, მან ალბათ ისიც იცოდა, რომ მას უნდა გაფრთხილებოდა და როგორ მოეხმარა. რასაკვირველია. ქალბატონ რუსუდან, აი დღეს გარემო და ზოგადად სამყარო ძალიან დიდ ცვლილებებს განიცდის, ძალიან ისეთი პერიოდში მოგვიწია ცხოვრება, რომ სულ გადაწყობის იმაში ვართ, რა ქვია, პერიოდში და თქვენ როგორ დაახასიათებდით აი ამ თუნდაც კლიმატურ ცვლილებებს, რომლის მოწმეებიც ჩვენ ვართ და აქედან გამომდინარე რა ცვლილებები ხდება ჩვენს ირგვლივ, ჩვენს გარემოში. თქვენი შესავლიდან გამომდინარე კლიმატური ცვლილებები, კლიმატის გლობალური ცვლილებაც და ძალიან ბევრი ცვლილებაც სამწუხაროდ ისევე ადამიანის მოქმედებას, უმრავლეს შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში დიდწილ ადამიანის მოქმედებას და არასწორ მოქმედებისგან გამოდის. კლიმატურ ცვლილებასთან დაკავშირებით, კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან დაკავშირებით არის ესეთი დადასტურებული მომენტი, რომ ის განსაკუთრებით
თვალშისაცემი გახდა და მისი ესეთი გაძლიერებული მოქმედება, თორე კლიმატის ცვლილება ყოველთვის არის და სხვადასხვანაირად არის გარემოში, დაიწყო წინაინდუსტრიული პერიოდიდან გამომდინარე 1750-1760 წლებიდან, როცა ადამიანებმა აქტიურად შეუპირეს გარემოს, დაიწყეს აქტიური გამოყენება, მიწისქვეშა ენერგეტიკული, ასე ვთქვათ, რესურსების, დაიწყო აქტიურად ქარხნებით, ფაბრიკების შენობება და შესაბამისად ის გამონაბოლქვები, ის ემისიები, რომელიც ჩვენ დღეს უწოდებთ სათბურის გაზებს, მისი გამოყოფა. ეს არის დადასტურებული ფაქტი და მივიღეთ გლობალური დათბობა და მისი შედეგი კიდე კლიმატის ცვლილება. გლობალური დათბობა განსაკუთრებით თვალშისაცემი და ზემოქმედებიდან გამომდინარე გახდა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან. თუმცა ჩვენთან ამ საკითხზე საუბარი ცოტა მოგვიანებით დაიწყო, მაინც საბჭოთა სისტემის რღვევის შემდგომ პერიოდში, რაც შეეხება ახლა ამ თემას თავისთავად მეცნიერებისთვის და სპეციალისტებისთვის, ეს ცნობილი გახდათ. ახლა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით თქვენ გარემოზე ზემოქმედებაზე საუბრობთ, გარემოს ზემოქმედებაზე და ასე შემდეგ. კლიმატის ცვლილება და ეს თქო გარემოზე ზემოქმედება განსაკუთრებით შეიძლება ითქვას მემარჯვენე ძალებით არის განპირობებული, ანუ რომლებიც ძალიან აქტიურად ცდილობენ რესურსების გამოყენებას, ზემოქმედებას, თავისთავად ცხადი ამის უკან მაინც გამდრება დგას, მემარჯვენეა და ამისკენ მიისწრაფის. დღეისათვის კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე და გლობალური დასπობიდან გამომდინარე აწეულია გლობალური ტემპერატურა დედამიწის. ზუსტად რატომ და რისთვის რას ნიშნავს რატო ქვია მას სათბურის გაზები. მოკლედ გლობალურ ცვლილებას სათბურის გაზები იწვევს, იმიტომ რომ ეს გაზები თავისი დიდი რაოდენობით გამოყოფის შედეგად დედამიწის ირგვლივ ქმნიან ისეთ გარემოს, რომელიც მოგვაგონებს სათბურს და ეს ქმნის სათბურის ეფექტს და გარკვეული ტიპის ტალღებს უკან აბრუნებს, რაც იწვევს ტემპერატურის მატებას. კლიმატის ცვლილება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტემპერატურა ყველგან აწეული იქნება, ზოგან დაიწევს, ზოგან აიწევს, მაგრამ გლობალურად, ჯამურად მისი რაოდენობა დადასტურებულია გაზომვებითა და ეფექტებით, ნამდვილად დედამიწაზე უკვე დაახლოებით 1 გრადუსის ფარგლებში არის ნამატი. რა თქმა უნდა, ყველგან არა, მაგრამ საშუალო ტემპერატურა ასეთი გახლავთ. და გამომდინარე აქედან ეს კლიმატის ანუ ტემპერატურის მატება როგორ აისახება ჩვენს გარემოზე? ჩვენს გარემოზე სამწუხაროდ ძალიან უარყოფითად აისახება და ასახულია კიდევაც რამდენიმე მიმართულებით შეიძლება ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით. ეს გახლავთ ჯანმრთელობაზე ზემოქმედება, ეს გახლავთ კატასტროფებზე ზემოქმედება, ეს გახლავთ სოფლის მეურნეობაზე ზემოქმედება, ეს გახლავთ ეკონომიკაზე ზემოქმედება. თავისი შედეგებით შეიძლება ვილაპარაკოთ ყველა მიმართულებით ცალ-ცალკე. პირველ რიგში ეს ახლა თქვენ გადაცემა ჯანმრთელობას ეხება, ეს გახლავთ ჯანმრთელობაზე დავიწყოთ აქედან ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, როცა ტემპერატურა იწევს და არის ეგეთი ხანგრძლივი მატების შედეგად ცხელი დღეები, აი ეს ტერმინი ახალი ტერმინი გახლავთ, სითბური ტალღები, ეს ზემოქმედებს ახლა მოგეხსენებათ, ზემოქმედებს ჯანმრთელობაზე, ზემოქმედებს სისწრაფოვან დაავადებებზე, განსაკუთრებით ბავშვებზე და მოხუცებზე და ამასთან დაკავშირებით არის ძალიან უარყოფითი დასკვნები, ზოგჯერ ეს ყველაფერი სიკვდილით დაზიანებულად თარდება. ქვეყნები იღებენ ამასთან დაკავშირებით გარკვეულ პროგრამებს, სხვათა შორის ჩვენს ქვეყანაში წითელი რიგი პროგრამა და გეგმებია დასახული, რათა შერბილებული იქნეს ეს პროცესი და ადამიანები შეეგუონ ამას. ეს უბრალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ რომ ვთქვა და თავისთავად ყველაფერი აქედან გამომდინარეობს. სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით ზემოქმედება ძალიან დიდია. ზემოქმედება გახლავთ ის, რომ ეს იწვევს მაღალი ტემპერატურები და ასე შემდეგ, მოქმედებს ნიადაგებზე, მოქმედებს იცვლება ბუნება, იცვლება ტემპერატურა, შესაბამისად ზემოქმედება ძალიან დიდი გახლავთ სხვადასხვა ჯიშებზე და გამომდინარე აქედან უკვე
მათ ჭირდებათ შეგუება არსებულ სიტუაციასთან, ამასთან დაკავშირებით საჭირო არის შერბილება და ეს მოქმედება იწვევს იმას, რომ ადამიანებს შეიცვალა გარემო, შეიცვალა სოფლის მეურნეობა და მასთან გადაწყობა გახდა საჭირო. ეს ჩვენ შევეხეთ ორ საკითხს. ზოგადად იმისათვის, რომ ეს პრობლემები მეტნაკლებად მოგვარებული იქნეს, თუმცა მოგვარება ძალიან რთულია, არის ასეთი კლიმატის კონვენცია, რომელსაც საქართველოც არის შეერთებული და რომელიც ცდილობს თავის საქმიანობა წარმართოს ორი მიმართულებით, ერთი გახლავთ, რომ მოხდეს შერბილება ამ პროცესების, რომელსაც კიდე მერე შევეხებით და მეორე გახლავთ, რომ ის რაც რისთანაც რისი შერბილებაც ვერ მოხდება, მასთან მოხდეს შეგუება. შერბილება რას ნიშნავს? აი ეს ზემოქმედების შერბილება და მსოფლიო მიისწრაფის იქეთ თქვენ, რომ იქნებ როგორღაც მოხდეს 1 გრადუს, 1.5 გრადუსზე მაინც საშუალო ტემპერატურის გაჩერება, შეჩერება მატების და ამასთან დაკავშირებით მთელი რიგი ღონისძიებებია დასახული. ახლა ჩვენ შევეხეთ ორ საკითხს, შევეხეთ ეს არის ჯანმრთელობის საკითხი, ეს არის სოფლის მეურნეობის საკითხი და ძალიან მნიშვნელოვანია კატასტროფები. ახლა ბუნებრივი პროცესები და ბუნებრივი კატასტროფები მოგეხსენებათ, მაგრამ კლიმატის ცვლილება ამას ძალიან უწყობს ხელს. ამ მიმართულებით ითვლება 7 კატასტროფას თვლიან, რომელსაც კლიმატის ცვლილება ძალიან უწყობს ხელს. ეს პირველ რიგში გახლავთ მყინვარების დნობა და ეს სახეზია და სახეზე გახლავთ საქართველოში, ამაზე მუშაობენ სპეციალისტები. გაკეთებულია კადასტრი და შედეგად თითქმის ყველა კლიმატი ესა მყინვარი გახლავთ კატასტროფები, რომელსაც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას, გახლავთ მეწყერები, სვალვები, გვალვა, წყალდიდობა, სეტყვა, ღვარცოფი. თითაოდ რო შევეხოთ საქართველოს ისეთი კლიმატური პირობები და ისეთი მდებარეობა და მდგომარეობა, ეს არის შეიძლება ითქვას 64 გამოწვეულია იმ ბუნებრივი პირობებით, რაც მას გააჩნია, ეს არის თითქმის ყველა კლიმატური ზონა, რომელიც არსებობს სოფლიოში, შეგიძლიათ იყოთ სვანეთში მყინვარებთან და საღამოსკენ უკვე კახეთში ნახევარ უდაბნოს პირობებში. და გამომდინარე აქედან თითქმის ეს ყველა კატასტროფა კლიმატის ცვლილების შედეგად საქართველოში არის, თქვათ, შესაძლებელი რომ ამაზე იმოქმედოს და დღეისათვის ეს უკვე ფაქტი გახლავთ ამასთან დაკავშირებით, რომ დავიწყოთ, თქვათ, წყალდიდობებს ნამდვილად თავისთავად ცხადია, როცა ტემპერატურა იცვლება, ტემპერატურა იზრდება, ხელს უწყობს კლიმატის ცვლილება, დღეისათვის წყალდიდობები არის, წყალდიდობების სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, განსაკუთრებით ეს დაბალ რელიეფში, საიდანაც მთის მდინარეები მოედინებიან და წყალდიდობა არის ერთ-ერთი დიდი კატასტროფა, რომელსაც კლიმატის ცვლილება ხელს შეუწყობს და ამისთვის მოსახლეობა უნდა იყოს მზად, ამისთვის კეთდება მთელი რიგი პროცესები და სხვათა შორის ქვეყანაში დაწყებული ახალი პროექტი, ძალიან დიდი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კატასტროფების შემცირებას, კლიმატის ცვლილების გამოწვეული კატასტროფების საკითხს. წყალდიდობას განსაკუთრებით ასევე გარდა იმისა, რომ კლიმატის ცვლილება უწყობს ხელს, მოსახლეობისა და ადამიანების არასწორი დამოკიდებულება და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა გახლავთ და აი ეს არხები, რომელსაც ჩვენ ჩამდინარე, რომელიც ჩვენს ქალაქებში მდინარის არხები გაქვთ ხელოვნებაში. არა, ჩამდინარე არხები. ჩამდინარე არხები, დიახ. რომელსაც კოლექტორები რო უწოდოთ, რომელსაც მოსახლეობა პლუს კიდე თავისი არასწორი მოქმედებით უშლის ხელს და შედეგი ის არის, რომ ხშირად წყალდიდობა რაიონებში, დასავლეთ საქართველოში, ასევე კახეთში გამოწვეულია გარდა იმისა, რომ კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს, იმიტომ რომ ეს არხები არის. ოდითგან, როგორც თქვენ ვთქვით, ისტორიულად არსებობდა და იცოდა მოსახლეობამ, საჭირო იყო ამ არხების არსებობა, ამ არხების გაუქმება და ამ არხებში სხვადასხვა საშუალებების ჩაგვრა. შემდეგ ის რასაც შეიძლება ძალიან მოკლედ დროში ჩავეტიოთ, ეს იყოს ქარის პროცესი, მოგეხსენებათ ქარი, ახლა დამახასიათებელია ჩვენთვის, არსებობს საქართველოში ქარის რუკა, ქარი სხვადასხვანაირად არის, სხვადასხვა მიმართულებით ქრის და სხვათა შორის როგორც წყალდიდობის, ასევე ქარის წინასწარი პროგნოზი არის შესაძლებელი და ამას შესაფერისი სამსახური აკეთებს და ქარისაგან თავის დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, როცა წინასწარ იცი შენ რა არის მოსავლობდნელი, ამის
საწინააღმდეგო სხვადასხვა ქმედებების განხორციელება. მათ შორის გახლავთ სოფლის მეურნეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე მოსახლეობისათვის ქარსაცალის ზოლები, რომელიც ასევე ბოლო 30 წლის განმავლობაში ასევე ადამიანების ზემოქმედების შედეგად თითქმის მთლიანად მოისპოდა განადგურდა საქართველოში და ახლა დაწყებულია პროცესები. თუნდაც მარტო თბილისი რო ავიღოთ, ხო, როგორი იყო და ახლა მშენებლობებმა და იმათ რა უკნეს. ცალკე შევეხოთ, აი გზები რომელიც იყო, ვთქვათ, რომელსაც ჩვენ ტრასებს ვეძახით, მთლიანად ქარსაცალის ზოლებით იყო დაფარული, ასევე სასოფლო-სამეურნეო საავადმყოფოები თითქმის ყველა მოშლილი და თავიდან დაიწყო და უზარმაზარი თანხები არის ამისთვის საჭირო. ნუ ახლა ქარის სხვანაირად შეკავება ძალიან ძნელია და ქარი თავისთავად მე ზემოქმედებას ახდენს სხვადასხვა პროცესებზე, ეს გახლავთ კვარბები, ეს გახლავთ ნიადაგის განადგურება და ასე შემდეგ. შემდეგ საკითხს შევეხოთ, ეს გახლავთ სეტყვა. რა თქმა უნდა, სეტყვასაც კლიმატის ცვლილება იმის გამო, რომ ტემპერატურა იცვლება, უწყობს ხელს სეტყვა ყოველთვის იყო და არსებობს სეტყვის რეგიონები და სეტყვის უბნები. სეტყვის მიხედვით მთავარი მნიშვნელოვანი კახეთი გახლავთ, რთულია თავისი დახასიათებით, თავისი გამოხატული ფორმებით და ასევე არის გორი, ასევე არის ქვემო ჩვენი ქართლის რეგიონი, ასევე გახლავთ მესხეთ-ჯავახეთი და სეტყვის წინასწარი, ასე ვთქვათ, პროგნოზირება ძალიან ძნელი. არ არსებობს ამის მეთოდოლოგია ჯერჯერობით, თუ არ ჩავდოთ 1 საათით ამ რამდენიმე საათით და თვითონ ადგილობრივ მოსახლეობას ახდენს ამას, იმიტომ რომ აქ ხდება ცივი და ცხელი მასების შეხება ერთმანეთთან, როცა ღრუბლები მაღლა მიიწევს და ღებულობთ მე უკვე წყალს გაყინულ წყალს და შედეგი ძალიან ცუდია და ზოლებად მოდის იმ ტერიტორიებზე, სადაც ის არის ნავარაუდები. და ამასთან დაკავშირებით ამის საწინააღმდეგო ბუნებრივად საქმიანობა ეს არის ეგრეთ წოდებული საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, რომელიც ჩვენ გარემოს თავმცველებს არ გვიყვართ, რომ მძიმე მეტალია გამოყენებული, მძიმე მეტალების გამოყენების შედეგად ის უკან უბრდება, ასე ვთქვათ, დედამიწას და მე უკვე ჩვენს გარემოში, ჩვენს ბუნებაში და ჩვენი ჯანმრთელობის, ვთქვათ, ორგანიზმი წხდება, ახლა გამოყენებულია ახალი მეთოდოლოგია. ჩვენი ქვეყნისთვის თორე ადრე დაწყებული იყო ეგრეთ წოდებული ბადეები, რომელსაც ძალიან აქტიურად იყენებენ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც დიდი დაკვეთები აქვს. მისი გამოყენება ჯერ დაიწყო კახეთში, მერე ახლა დაწყებული გახლავთ გორში, მაგრამ ამას ყველაფერს მაინც განაპირობებს კლიმატის ცვლილება, კლიმატის ცვლილების შედეგად მიწისპირა ტემპერატურის მატება, რომელიც საქართველოში შენიშვნული გახლავთ, ძალიან მნიშვნელოვნად და კვლევების შედეგად, ჩვენი მეცნიერებისა და სპეციალისტების დასკვნების შედეგად სხვადასხვა ტერიტორიაზე საქართველოს სხვადასხვა უბანში ეს მიწისპირა ტემპერატურა აწეულია, ოღონდ სხვადასხვა რაოდენობით სხვადასხვა გრადუსით. განსაკუთრებით ამ თვალსაზრისით გამოირჩევა კახეთი და გამოირჩევა დედოფლის წყარო, სადაც თვლება, რომ საშუალო ტემპერატურა 0.7, საშუალო ტემპერატურა მომატებულია 0.7 გრადუსით და სხვათა შორის მთელ საქართველოში ყინდიანი ღამების რაოდენობაც შემცირებული გახლავთ. ახლა ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი კვლევაა ჩატარებული და ახლა დღეს ამის თემა გახლავთ, თორე ამაზე შეიძლება ადამიანებმა სპეციალისტებმა მოიტანოს დიდ სტანიანი დოკუმენტები, სადაც ყველა რაიონისათვის თითქმის დაკვლეულია და დადასტურებულია მატება და ასევე პროგნოზებიც გაკეთებულია თანამედროვე მეთოდოლოგიით 2100 წლისათვის რა ენის საქართველოს თუ ასე გააგრძელა კლიმატის ცვლილებამ წინსვლა, ასე ვთქვათ, წინსვლა. მოვჭოთ კატასტროფებს და მერე სხვაზეც ვილაპარაკოთ. გახლავთ მეწყერები ძალიან რთული ბუნებრივი პროცესია. საქართველოში რამდენიმე 1000 მეწყერია. ბეჭდების მერე უკვე დადასტურებული და არსებობს ესენი. მეწყერის ზონა, მეწყერის სხეულები მეწყერი, მაგრამ მათ შორის 3000 არის ძალიან ესეთი უფრო საშიში. ეს საქართველოს ამის მიხედვით არის საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიები, განსაკუთრებული ადგილები, ერთადერთი შეიძლება გაიხსენო, რომ ძალიან თქვა, რომ ეს არის ცივგომბორის მთები და მისი ჩრდილოეთ ექსპოზიცია და კიდე ძალიან კახეთი, იმერეთი, განსაკუთრებით მეწყრული ზონა არის ლეჩხუმი, განსაკუთრებით რაჭა, სვანეთი და ასე შემდეგ.
მეწყრის ну ძირითადად მთიანი რეგიონები რა თქმა უნდა ქართლის ასე და სოფლების და რაიონების მიხედვით თითქმის ყველა მათგანი უკვე ცნობილია და თქვა სად არის საშიშროება მეწყრის და ამასთან დაკავშირებით როცა კლიმატის ცვლილება და ეს განსაკუთრებით მას მერე ხელს უწყობს წვიმიანი ამიტები და ასე შემდეგ კლიმატის ცვლილება მათ შორის პირველ რიგში ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მეთოდები არსებობს მეწყრისაგან თავდაცვის არსებობს სპეციალური გეგმები არსებობს მეწყრის საშიში ზონების გაკეთება და ამის წინასწარი პროგნოზით ცოტა გართულებულია შემდეგი გახლავთ თუმცა როცა არსებობს თქვათ ეს მეწყრული ზონა იქ გარკვეული სიფრთხილეებია საჭირო და ბევრ ადგილას მოგეხსენება და გაგახსენდებათ ალბათ მოსახლეობის გადასახლება და გამოყვანა ხდება მეწყრული ზონები. ну უწინ ხომ იცოდნენ რომ მეწყრული ზონები იყო გარკვეული რეგიონები მოსახლეობის აზრს გეუბნებით იცოდნენ და ამიტომ იქ არც სახლდებოდნენ, იქ არც სამეურნეო საქმიანობას ეწეოდნენ იმ ნაწილში. ну აი მე-20 საუკუნეში ყველაფრის ათვისება დაიწყო ადამიანმა და შესაბამისად პრობლემებიც ბევრად უფრო მეტი შეიქმნა, ვიდრე მანამდე იყო ხოლმე. რაღაც ცოდნები მე მგონი მოსახლეობამ უკან გადაწიან ადამიანებს. არ შეიძლება რა თქმა უნდა მეწყრულ ზონაში შეიძლება მეწყერთან ბრძოლის პასიური და აქტიური მეთოდები არსებობს და პასიურ მეთოდში შედის ის რომ იქ სადაც მეწყრული ზონა არანაირად არ შეიძლება თქვა წინასწარ სამეურნეო საქმიანობის დაწყება და გაკეთება და აქტიურში არის სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის არის ტყეების გაშენება, მათ შორის არის მცენარეული საფარის გაზრდა, მათ შორის არის ანტიმეწყრული საქმიანობა. ხო, ну ეგ შესამცირებლად. შესამცირებლად. დიახ. წყალდიდობა ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ ბოლომდე არ დაგვისურვებია რა არის წყალდიდობის საწინააღმდეგო. ხო, წყალდიდობის ერთ-ერთი საწინააღმდეგო გახლავთ მთიან რეგიონებში ასევე მცენარეული საფარის გაზრდა არ შეიძლება იქ ჭრების ჩატარება და არავითარ შემთხვევაში ეს ისტორიულად ცნობილი გახდათ კალაპოტში არანაირი საქმიანობის განხორციელება. ძალიან მოკლედ მინდა შევეხო რამოდენიმე წლის წინ წყალდიდობასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა ტიპის წყალდიდობები მაღალი სიხშირის და ასე შემდეგ წლების მიხედვით ზოგადად მოსალოდნელი მაგალითად გლდანულაზე რომელიც რომელიც იყო 10-12 წლის წინ ადგილობრივ მოსახლეობას იგივე და მსგავსი წყალდიდობა ახსოვდა 70-80 წლის წინანდელი პროცესები და სულ რამდენიმე წლის წინ მდინარე არაგვის ადიდების შედეგად ძალიან დააზარალდა ადგილობრივი მოსახლეობა. გარდა იმისა, რაც მას პროცესები ჰქონდა, გარდა იმისა კიდე ის იყო, რომ აი კალაპოტში მოსახლეობას გაკეთებული ჰქონდა სამეურნეო საწარმოები, გაკეთებული ჰქონდა ასევე სახლი, ბაღები, რაც ყოვლად შეუძლებელი გახლავთ და შედეგად როცა არაგვი მუდით და სხვათა შორის ადამიანის სიცოცხლით შეიწირა ტურისტის რომელიც ვერ გაერკვა რა ხდებოდა ასევე ესა ყველაფერი გაუნადგურდათ. რატომღაც ადამიანები ვერ აცნობიერებენ რომ იქ სადაც კალაპოტია და არა მარტო ადამიანები ასევე ქვეყნის შეიძლება თქვას მესვეურებით იქ არანაირი მშენებლობა და არანაირი წარმოება საქმიანობას განხორციელება არ შეიძლება, რადგანაც ის მისია და მას ის არ უნდა წაართვა, ოდესმე ის მაინც დაუბრუნდეს ბუნების კანონი გახდა. ქალბატონო სულთან, მაგას ხომ უნდა არეგულირებდეს სახელმწიფო. აი ეგეთ მეწყრულ ზონებში სიტყვაზე ვთქვათ, რომ არ აწარმოონ არ მშენებლობა და ასე შემდეგ. დღეს სახელმწიფო ამ საკითხით არის დაკავებული, არის ესეთი სამსახური, რომელიც ამას არეგულირებს ამ საკითხებს. რა თქმა უნდა არის და მით უმეტეს როცა დიდი ასე ვთქვათ, დიდი საქმიანობა, მაღალი ტემპის საქმიანობა, მაღალი, რა თქმა უნდა არის, როცა დიდი საწარმო იხსნება, ან დიდი გარემოზე ზემოქმედების საქმიანობა უნდა გახორციელდეს, მან უნდა მიიღოს აუცილებლად გარემოზე ზემოქმედების შეფასება, წინასწარი შეფასება და ასე შემდეგ. თუმცა, აი ვთქვათ, იქ მოსახლეობამ სადაც ეს გააკეთა თავის ნებით, იქ არავის არაფერი არ დაუშვია, დარწმუნებული ვარ და, რა თქმა უნდა,
იქ გაცემა იმ დროისათვის თქვათ ნებართვის გაცემას ის არ ექვემდებარებოდა, მაგრამ ნებართვის გარეშე ნუ ახლა ბაღის ხეების გაშენებას, მაგრამ თვითონ ადამიანებსაც ამასთან დაკავშირებით თავის დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოში ძალიან ბევრი კანონი გახლავთ ამ მიმართულებით, რომელიც აუცილებლად სახელმწიფომ უნდა დაიცვას. ეხლა ხშირად გაიგებთ, რომ სადღაც ისევე არაბზე, ისევე ერთ-ერთი კურორტზე პირდაპირ მდინარის ნაპირას კალაპოტში აშენდა დიდი სასტუმრო და აქედან კარგი ექსტრემია. თქვათ, რამდენიმე წელი არა, მაგრამ აი ეს წლები, რომელიც დათვლილია, რომელიც ცნობილია და აუცილებლად მოხდება იქ ადიდება, მას რა მოელის? ეს უკვე ღმერთმა იცის. ღმერთმა იცის, ხო და ნუ ახლა რა თქმა უნდა, მის აშენება იქ არ შეიძლებოდა და ნუ თუ არ შეიძლებოდა, რატომ ააშენებინეს? აი ეს ცოტა რთული საკითხია, როგორ ააშენებინეს, რანაირად ნებართვა სახლი რო ააშენოს, საკუთარი სახლი, იქაც ნებართვა საჭიროა. რასაკვირველია. სხვადასხვა ქვეყანაში ბოლო წლებში მიღებული იქნა ენერგოეფექტურობის კანონი და დღეს ეს ყველასთვის ცნობისთვის ვერ აშენდება ვერანაირი სახლი. ის თუ არ იქნა ენერგოეფექტურობის კანონმდებლობიდან გამომდინარე და თუ არ დაექვემდებარება მას. ჩვენ ვილაპარაკეთ მეწყრებზე, ვილაპარაკეთ ზვავის ძალიან რთული პროცესია, ზვავისა, რომლის თქვა წინასწარი შესაძლებელი გახლავთ იმ საშიშროების პროგნოზით და მასთან საწინააღმდეგოდ, ზვავს საწინააღმდეგო სხვადასხვა განადგარების გაკეთება შეიძლება და ასევე შეიძლება სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, რომ ზვას შეექმნებოდი ახლა. განავითარდეს როცა ისე წყალდიდობას დაუბრუნდი. რა თქმა უნდა, წყალდიდობასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი შესაძლებლობებია, განსაკუთრებით საინჟინრო ნაგებობების აგება, რომ დიდი წყალდიდობებმა არ შეაწუხოს ქვეყანა, მოსახლეობა, ადამიანები და გარემო. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ, რომელიც ჩვენ გარემოს დამცველებს არ გვიყვარს, ეს არის წყალსაცავები, დიდი წყალსაცავები, რომელიც შემდგომში არეგულირებენ წყალდიდობების პროცესს და მე უკვე პატარა საინჟინრო ნაგებობები, ეს გახლავთ გაბიონები, ამისი უამრავი მეთოდი და მეთოდოლოგია არსებობს, რომელიც უნდა გამოიყენოს, ეს უკვე სახელმწიფოებრივი საქმეა. ახლა პატარა შეიძლება სახლთან გაკეთდეს ამ რაღაცა, მაგრამ ზოგადად მაინც საინჟინრო ნაგებობებზე ყურადღება სახელმწიფოებრივი საქმე გახლავთ. რომელი დაგვრჩა ახლა კატასტროფა, დაგვრჩა ღვარცობი, რომელიც საშინელი პროცესია, რომლის წინასწარი, ასე თქვა, პროგნოზი ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი არ გახლავთ, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ მალე ამის შესაძლებლობა გაჩნდეს, თუმცა მას აქვს წინასწარი, თქვა, რამდენიმე საათიანი რაღაც როგორც სეტყვის დანახვა შეიძლება, ასე ამის მდინარის ხეობაში, საიდანაც ღვარცობი მოდის. იწყება ხმაური, წყდება წყლის გამოყოფა და ასე შემდეგ. და არსებობს საქართველოში უამრავი ღვარცოფული ხევი, განსაკუთრებით ეს კახეთშია, რომელთა ამოქმედება დიდი წვიმის პერიოდში ყოველთვის შესაძლებელია და ხდება და გარდა ამისა მოსახლეობაც თავისას უმატებს, შიკრის სხვადასხვა ნაგავს და საბოლოო ჯამში უდიდეს ზარალს იღებს მეურნეობა, სოფლის მეურნეობა ცალკე, ადამიანები და გარემო. და ამას რა თქმა უნდა თავისთავად კლიმატის ცვლილება უწყობს ხელს. ბევრ რამეზე ვილაპარაკებ და გვალვაც თავისთავად ერთ-ერთი კლიმატის ცვლილების გვალვასაც ხელს კლიმატის ცვლილება გარკვეულწილად უწყობს ხელს და გვალვის საწინააღმდეგო უამრავი მეთოდი არსებობს, რომელსაც მოსახლეობა იცნობს, ან არ იცნობს და არ იყენებს. ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა საწყავი სისტემები, რომელიც ოდითგან იყო ჩვენს ქვეყანაში, გვაქვს ცნობები თამარ მეფიდან მოიშალა გარკვეული ტიპის თქვათ სისტემები, ახლა ხდება მის სიარდგენა, ზოგან მოქმედია და გარდა ამისა არსებობს ბიოლოგიური მეთოდები, ეს არის თესლბრუნვა, ეს არის ნაკვეთმონაცვლება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ კატასტროფებზე. ქალბატონო რუსუდან, აი ახლა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ერთი გამახსენდა აი ამ ბოლო პერიოდში ამერიკისა და ირანის საომარი მოქმედებების ფონზე ცნობილი გახდა, რომ
ირანელებმა დაბომბეს და გაანადგურეს აი ის ცენტრი, რომელიც კლიმატ კონტროლის იმას ახორციელებდა და ხელოვნურად ქმნიდა კლიმატს გარკვეულ რეგიონებში. აი ამის შესახებ თუ რამე ინფორმაცია გაქვთ და რამდენად რეალურია ეს ერთის მხრივ და რა შედეგები შეიძლება მივიღოთ ახლა? მე ამასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით ვერაფერს, იმიტომ რომ ფაქტი თუ არა მაქვს. ხო, გასაგებია. ვიტყვით, ახლა თქვენ შეეხეთ იმ საკითხს, რომელიც ჩვენ თავში დავტოვეთ. გარკვეულწილად ოდნავ შევეხეთ. კლიმატის ცვლილებას, აი სათბური გაზების წარმოქმნას, რა უწყობს ხელს? პირველ რიგში, როგორც თქვით, წარესეული ენერგეტიკული რესურსები, ნავთობი, გაზი, ქვანახშირი, რომლისთვისაც ძირითადში მიმდინარეობს ქვეყნებს შორის ომი და მიმდინარეობს ამავდროულად საპირწონე ქმედებები, რასაც ჩვენ მეძახით შერბილების პროცესს, ეს არის განახლება ენერგიებზე და ენერგოეფექტურ ღონისძიებებზე ხელშეწყობა. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, როცა გამოიყოფა ეს სათბურის გაზები და ახლა საომარი მოქმედებების შედეგად გამოყენებული სხვადასხვა ტექნოლოგიების იწვევენ იმას, რომ გამოიყოფა თითოეული მათგანი. ეგ საომარი მოქმედებების შედეგად და უბრალოდ იმ ტყეების ჩეხვის შედეგად ხო. ნაწილ-ნაწილ თუ შევეხებით ამაზონის ტყეები, ციმბირის ტყეები და უამრავი ტყეები და ჩვენ კიდე ჩვენი წილი გვაქვს, ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა. რომელსაც თქვათ არც თუ ისე დიდი წვლილი მიუძღვის ამ გაზების გამოყოფაში, მაგრამ როგორც ყველა ადამიანს თავისი მოვალეობა და საშუალება, ასევე ვართ ჩვენ. და ტყეების ჩეხვა და ტყეების პრობლემების გარკვეულწილად. ყველაფერ ამას რა კატასტროფასაც შევეხეთ, თითქმის ყველასთვის მნიშვნელოვანი არის ტყეების არსებობა და ტყეებზე ხელშეწყობა და სხვათა შორის ტყეებშიც გარკვეულწილად ტყეების დადგმდება კლიმატის ცვლილებისაგან, ტემპერატურული რეჟიმები იცვლება და ასე შემდეგ და ზემოქმედება ძალიან. აი ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჯანმრთელობაზე მიდის დაისახება. არა, რასაკვირველია, მაგას ცალკე შევეხებით, ეხლა მე ორი სიტყვით თქვენ ტყე ახსენეთ. ტყეების რაოდენობა საქართველოში მე როგორც ბუნების დამცველებმა მითხრეს, საგრძნობლად შემცირებულია. იმასთან შედარებით ვიდრე იყო. სატყეო ფართობებს დაახლოებით 40-42% უჭირავს, მაგრამ ახლა იქ ტყეების რა მდგომარეობა ხდება, მისი ასე ვთქვათ, მარტივად კადასტრის კეთება და გამომდინარე აქედან, როცა სურათი იქნება, თავისთავად ახლა ჩვენ გარემოს დამცველებს უკეთესი გვინდა და ხედავთ, რომ განსაკუთრებით 90-იან წლებში მოხდა ტყეების განადგურება. გარდა ამისა, საშეშე მასალათაც იყენებენ დიდი რაოდენობით, თუმცა მას შემდეგ რაც გაზის გამოყენება, ბუნებრივი გაზის გამოყენება და საქართველოში ტერიტორიები დაიჭირეს და ადამიანები მასზე გახდა დამოკიდებული, თუმცა მაინც ხდება შეშის გამოყენება და გარკვეულწილად როცა ეს იქნება არასწორად, თავისთავად ცხადი ამას ხელს შეუწყობს და როცა გაკეთდება სრული პასუხი როცა გვექნება ამასთან დაკავშირებით, მე შეიძლება ზუსტი პასუხები. ჩვენ ბევრ ამაზე ვილაპარაკეთ და ქვეყანაში არის, ვთქვათ, კონვენციიდან გამომდინარე, კლიმატის სამოქმედო გეგმა, კლიმატის ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა, მაგრამ ჩვენ გვინდა კიდე ეს გეგმები იყოს უფრო აქტიური. ეგ რას ნიშნავს სამოქმედო გეგმა? როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ისე, რომ კლიმატის ცვლილება შერბილებული იქნეს ჩვენი საქმიანობით. იქნება ენერგოეფექტური ღონისძიებები, ეს იქნება განახლებადი ენერგიების დანერგვა, ეს იქნება თითოეული ჩვენთაგანი საქმიანობა, ნარჩენების პრობლემის მოგვარება, ეს იქნება გამწვანებული სისტემების კეთება, გაშენება და ასე შემდეგ. ასევე ახლა კეთდება ადაპტაციას ვეძახით, დამკვით და ესე ვთქვათ, თუმცა უკეთესია შეგუება. არის ხო გარკვეული ტიპის პროცესი, რომელიც ვერ რბილდება. ამისთვის საჭიროა შეგუება. თუნდაც აი ჩვენ რაც ახლა ვთქვით,
სითბური ტალღები. სითბური ტალღები არ იყო, ამასთან შესაძლებლად მთელი რიგი პროცესებია გასახორციელებული. არც ჩვენ მე და სითბური ტალღებთან არა ვართ თქვათ შეგუებულები და ამასთან სხვადასხვა საქმიანობა უნდა გახორციელდეს, რომელიც ქვეყანას გააჩნია. მაგრამ არსებობს. დღესთან დაკავშირებითაც ახლა უკვე გააკეთებულად მოხდება მათი კადასტრირება და ვნახავთ როგორ და რა. აი ამ სითბურ ტალღებთან მიმართებაში არსებობს რაღაც მექანიზმები, სისტემები, რამაც შეიძლება შეარბილოს. აგოსადა. კი ბატონო, მთელი გეგმა აქვს გაკეთებული ჯანდაცვის სამინისტროს და მე ეს რეგიონებამდე უნდა დავიდეს მოსახლეობა როგორ რანაირად. ახლა თქვათ არის მაღალი ტემპერატურა, ხო? ამ პერიოდში გარეთ არ უნდა გამოხვიდეს, შეეცადო ქუდითია რო და ასე შემდეგ, ხო? იქაც არის რაღაც ჯანდაცვა, როგორ ჯანმრთელობის დაცვა როგორ უნდა იქნეს გაკეთებული. საერთაშორისო დონეზე არის და საქართველოს მიუერთდა მასთან მიუახლოვდა. მინდა გითხრათ, რომ არსებობს სტატისტიკა ევროპაში ყოველ შემთხვევაში ამ სითბური ტალღების შედეგად რამდენი ადამიანი დაიღუპა და რა არის მოსალოდნელი. და სხვათა შორის თუ კი კლიმატის ცვლილება ასე გაგრძელდა, სითბური ტალღების ეს არის ხანგრძლივი დღეები, ერთად მოკლე განმარტებით, დღეების რაოდენობა გაიზრდება. Ну, შესაბამისად ეს ჯანმრთელობაზეც მიმართულებით სპეციალისტი მომწვიოს და რა გეგმა. კი, სიამოვნებით რა გახავთ დასახული, ასევე შეგიძლიათ ნახოთ შეხვედრეთ მართკვეთზე, მაგრამ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი რეგიონებში რამდენად არის დასული სხვა რამეა და რა თქვენ კიდე იკითხეთ თბილისის გამწვანება ეს კიდე ცალკე საკითხი. ხო, ну, თბილისში საერთოდ უმძიმესი მდგომარეობა არის გამწვანების თვალსაზრისითაც, ჰაერის თვალსაზრისითაც, დაბინძურება მაქვს მხედველობაში და ну, ძალიან სამწუხარო მდგომარეობა არის. ეხლა, როდესაც მე ამას გეუბნებით მონაცემი 10-12 წლის წინანდელ ინფორმაციას, რომ 1 კვადრატულ კილომეტრზე თბილისში მსხვილი მტვრის ნაწილაკების რაოდენობა ტონა 9-მდეა. იცით რა, ეხლა ყოველდღიური დაკვირვებები კეთდება და ყოველდღიურად გარემოს დაცვის სააგენტო გამოსცემს ყოველ შემთხვევაში ადგილების მიხედვით ინფორმაციებს და ეს კი კარგი იქნება ხა ციფრების გარეშე. ხო, ну მე მაგალითად შეეხება გამწვანებულ ტერიტორიებს, მაგრამ არ ნიშნავს არ შეიძლება 40 წელი თბილისში პარკი არ იყო გაკეთებული. ჩვენ ამისთვის გარემოს დამცველები ძალიან შეწუხებულები ვიყავთ, არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. ეხლა ყინული დაძრული გახლავთ, მაგრამ განსაკუთრებით რამას მერე რაც გაკეთდა თბილისის განაშენიების გეგმა, გენერალური გეგმა. შენდება ბევრი პარკები, ძალიან ბევრი გამწვანებული ტერიტორიისა. წყალდება ბევრი ტერიტორიები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კომუნისტების დროს ერთ სულ მოსახლეზე თბილისი თავისი გამწვანებული ტერიტორიები ბოლო ადგილას იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ამდენი პარკი ყოველდღე ხედავთ, რომ რაღაც კეთდება, ხო, სამაგეროდ კატასტროფულად იზრდება მოსახლეობის რაოდენობა. ამდენი უამრავი კორპუსი, ახალი ტერმინი გაჩნდა, მოსახლეობაში ჩაკორპუსება დაიწყო ქალაქის. ვერანაირად უკვე ამის უზრუნველყოფა ვერ მოხდება, რადგანაც ქალაქში არ რჩება ცენტრში ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება დიდი გამწვანების გაკეთება. აუცილებელი ხდება ვერტიკალური გამწვანება. რა თქმა უნდა, ჩვენ ისეთი დედაქალაქი გვაქვს და ისეთი განაშენიანების მქონია, იქ ბევრი გამწვანებულ არ რჩება ადგილი, არ არის, არც არასოდეს ყოფილა ესეთი ადგილი. და ცოტა მაინც ეს შეარბილებს. სხვათა შორის თბილისის გამწვანების პრობლემებზე მე-19 საუკუნის შუა წლებშიც საუბრობდნენ. მაინდა-მაინც გამწვანებული თბილისი არასოდეს არ იყო და ეხლა მით უმეტეს ეს პარკები რაც კეთდება, მას ვერ უშველის. ბოლო პარკი იყო ეგრეთ წოდებული ხალიავის პარკი რო არის იქ დაწყებული და მაქსიმალურად შეუტიეს და იქ რაღაცა ნაგლიჯია პარკი ხო არ ქვია იმას უკვე. ასევე იყო მუშტაეთის პარკი. სადაც ჩვენი ოფისი იყო ოდესღაც და ისის გამწვანება, კი ბატონო, ის გამწვანება, მის ტერიტორია შემცირებული და ძალიან ბევრს. ეხლა დაიწყო ქალაქგარეთ პარკების კეთება.
ვფიქრობ, მე როგორც აღნიშნე, მართალია ჩვენი თები ქვაბული, სადაც იქაც დაწყებულია გარკვეული ტიპის გამწვანებული სამუშაოების განხორციელება, მაგრამ ასევე დაწყებული არის ჭიქად ჩაკოპოსება. კი, სამწუხარო რეალობა არის. ნუ იმედს ვიტოვებ, რომ მთავრობა მოიცლის, ანუ ხელისუფლება მყავს ხედველობაში მოიცლის იმისათვის, რომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს ამ საკითხების მოგვარებას. ძალიან კარგი იქნება, მაგრამ მაინც ის რომ ერთი ქვეყანა, ერთი ქალაქია და თანაც ასეთ ქვაბულში გეთანხმები. არსებობს რაღაცა, ხო? რომლის შეცვლა შეუძლებელი. ნუ ამისათვის რეგიონებში წარმოებები უნდა გაიხსნას, რაღაცა ხელი უნდა შეუწყონ, ხო, სოფლის მეურნეობის განვითარებას, წარმოებების განვითარებას. უწინ რეგიონებში ფაბრიკები, ქარხნები მუშაობდნენ და ხალხი დასაქმებული იყო. ეს ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყანაში სადაც. რასაკვირველია მესმის რომ ეს არ არის ესე მარტივი გასაკეთებელი, მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ დადგება ეს პროგრამა რომელიმე პარტიის, რომელიც ამას ეთანხმებით. ნუ ნახოთ, მე მაინც ოპტიმისტურად ვარ ამ თვალსაზრისით განწყობილი. ქალბატონ რუსუდან, აი ამ პრობლემებზე ისაუბრეთ და რა რეკომენდაციებს მისცემთ ადამიანებს ჯანმრთელობის შენარჩუნების თვალსაზრისით ან გაუმჯობესების თვალსაზრისით, აი იმ ფონზე და იმ სირთულეების ფონზე, რაზეც თქვენ ისაუბრეთ. ჩვენ თუ სათითაოდ შევეხებით ყველა საკითხს შესაძლებელია ვთქვათ მეწყვილთან დაკავშირებით. ნუ ნაწილობრივ მაინც. არ მოჩეხონ ხეები, მე სულ მახსენდება ნათელხსენებული არაბული იყო მეცნიერი ზოოლოგი ალექსი, რომელიც ხევსური იყო და ცხოვრობდა ყოშითაში ბავშვობა იყო და გატარებული ცივ გომბოში, სადაც ხევსურები არიან ჩასახლებული და თვითონ ასე ამბობდა, ჯიბეში მიდებს კაცრი და ყრი ამოფთესავ ფერდობებზე, რომ შენარჩუნებული იქნეს, არ იყოს ეროზია, არ იყოს მეწყერი. ადამიანებმა ამაზე უნდა იფიქრონ. ისაც რა შესაძლებლობა. ანუ კაცვი ადვილად ამოდის და ფესვები ძლიერი აქვს, ხო? მოვალებას ასრულებენ. გარდა ამისა, ეს ბევრ ადგილას არ გაიჩეხოს ტყეები. არ მოსახლეობა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლება მშენებლობები და საქმიანობები იმ ზოლში, სადაც არის თქვათ წყლის კალაპოტი და რაც შეიძლება ჯანმრთელობაზე ვერ ვაძლევ, ხო? ამბობ ჩემს ხედვას. ისეთი საქმიანობები განახორციელონ, რის შედეგად ცოტა მაინც შეუწყობენ ხელს კლიმატის ცვლილების შერბილებას. ეს გახლავთ განახლებად ენერგიების გამოყენება. ეს გახლავთ აუცილებლად ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა, არაფერი ენერგოეფექტური არ გააკეთონ. მათ შორის ის, ვინც თქვათ, ღუმელს იყენებს, გამოიყენოს ენერგოეფექტური ღუმელი ჩვენთან მადლობა მეც. ბევრი საწარმოა ამ მიმართულებით და სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის, გარემოსდაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი სტრუქტურა ამას ხელს უწყობს სოფლად მაცხოვრებლებსაც მიმართონ მას. შემდეგი გახლავთ, როცა არის გვალვების და სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი თქვათ კლიმატის ცვლილების გამომწვევია და ხელშემწყობი არის. გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები, ეს გახლავთ ნაკვეთმონაცვლეობა, ეს გახლავთ ნიადაგმონაცვლეობა, მიმართონ სპეციალისტებს და ასე შემდეგ. არ გაჩეხონ ქარსაცავი ზოლები და ხელი შეუწყონ მის გაშენებას და ქარსაცავის ზოლთან დაკავშირებით სპეციალისტების მიხედვით, გარდა იმისა, რასაც თქვა სახელმწიფო გააკეთებს თავად ნაკვეთებში თვითონ მიხედონ ამას, სხვათა შორის დაწყებულია კიდევაც კახეთის მიმართულებით ძალიან დიდი ნაკვეთები აქვს დაწყებული აქ ამის გაკეთება, მაგრამ არსებობენ პატარა მეურნეები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ადამიანები და მათაც ამ მიმართულებით შეუძლიათ პატარა საქმე გააკეთონ.
როცა იქნება ვთქვათ სითბური ტალღები, ხანგრძლივი სიცხეები გადამეტებით, ნაკლებია რომ გარეთ თუ არა და როცა ამის საშუალება ჩემდა თქვენი ჩათვლით ბევრი ფიზიკური აქტივობა განახორციელოთ. კი, მართალი ბრძანდებით ფიზიკური აქტივობა. და ხელი შეუწყო გამწვანებული სისტემების დანერგვა. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რაც ჩვენ შეგვიძლია. და ყველაზე მნიშვნელოვანიც არის. და ნაკლებ მანქანით სახლიდან დღეში 3 მანქანა ნუგამ. ნუ ქართველისთვის უმანქანად სიარული ძალიან რთულია. ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი გამწვანების თუ შევეცდებით ჩვენ რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ გამწვანების გაძლიერებას ჩვენს ტერიტორიებზე, ხო, ეს ბევრად რასაკვირველია, ბევრად უფრო ხელსაყრელი იქნება და ბევრად უფრო მარტივი იქნება ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისთვისაც და გამოსწორებისთვისაც. და რაც თავია, კანონმდებლობები, რომელსაც ახლა ირიბად შევეხეთ, კანონმდებლობის დაცვა იყოს აუცილებლად. ეგ ასე ვთქვათ, თქვენმა ორგანიზაციებმა, თქვენი ტიპის ორგანიზაციებმა, საზოგადოებრივმაც და სახელმწიფო სტრუქტურებმაც უნდა იაქტიურონ მაგ თვალსაზრისით, რომ პროფესიულ დონეზე მიაწოდონ ხელისუფლებას ის პრობლემები, რომელიც გადასაჭრელია და მაქსიმალურად შეეცადონ, რომ ხელისუფლება აიძულონ ამ გეგმების განხორციელებაში. მოსახლეობას აწუხებს თქვა ხელების გაწმენდა, აწუხებს მდინარეების რასაკვირველია. რატანის სწორი გამოტანის საკითხი და კიდე ძალიან ბევრი და ხო ნარჩენებთან დაკავშირებით ხო შეიძლება ნარჩენები შეამცირონ. შეიძლება და რაღაც სისტემა შექმნან ამ ნარჩენების პრობლემა ძალიან მძიმედ დგას. სეპარაციის და მე გადამუშავების და იმედი გვაქვს იქნება ესეც. ქვეყანას კი აქვს მიღებული კანონი, მაგრამ შესრულდეს და მოსახლეობას ერთი კი არის რომ სართულებიდან აღარ ყრიან, რაც ჩვენს ახალგაზრდობაში ერთი წის ნამდვილად მაგას მივახციეთ, ხო? მივახციეთ და ცდილობენ უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებლის ყუთებში მიიტანონ ნარჩენი. კი. აი როგორ გითხრათ საკმაოდ ფართოდ კუჩებს მაინც აბინძურებენ, სადარბაზოებს საშინლად აბინძურებენ და გეთანხმებით. ხო, ყველაზე რთული ასე ვთქვათ მოსაგვარებელი თბილისშია, იმიტომ რომ ზედამხედველობის სისტემა უნდა იყოს გაძლიერებული ამ თვალსაზრისით რაღაც ეხლა ზიანის მიყენებაზე არა მაქვს ლაპარაკი, მაგრამ დასჯის მექანიზმებიც უნდა იყოს, რაღაც კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს. და რა თქმა უნდა, კიდევ ახლა გამწვანებაში ახერხებთ ამდენი კორპუსები. საშინელება არის. იმ კორპუსების ადგილას სკვერები კეთდებოდეს უკეთესია. კი, გეთანხმებით აბსოლუტურად, მაგრამ ჩვენ ახლა ჩვენს დონეზე ამას ვერ იმასვიზამთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხმამაღლა ამ თემაზე საუბარი საჭიროა, სავალდებულოა იმისათვის, რომ შემდგომში მაქსიმალურად შეძლონ ამ მშენებლობების შემცირება ქალაქში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ რუსუდან. თემა ძალიან ფართოა და ძალიან დიდია, ერთი გადაცემით ძალიან რთული იყო ყველა დეტალზე საუბარი, მაგრამ მე ვთვლი რომ საკმაოდ ინფორმაციული იყო ქალბატონი რუსუდანის დღევანდელი საუბარი მოსახლეობისათვის, იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავითვალისწინოთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის, რაზეც ქალბატონმა რუსუდანმა ისაუბრა და გავითვალისწინოთ იმ საქმიანობაში, რომელსაც ჩვენ ვეწევით, იმისათვის, რომ მომავალი ჩვენი არა მარტო დღევანდელი დღე და ჩვენი დღევანდელი ჯანმრთელობა, არამედ მომავალი ჩვენიც და ჩვენი შვილების და ჩვენი შთამომავლობისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელი იყოს და ბევრად უფრო ჯანსაღი იყოს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ რუსუდან, გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ. თქვენს დიდი მადლობა ყურადღებისათვის.
გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე. კარგად გრძელდებოდეთ. კარგად მადლობთ.